7 არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები ანგარიშების დაყადაღების შემდეგ მომდევნო რეპრესიულ ნაბიჯებს ელოდებიან. კანონის და გამოძიების სახელით პროკურატურა სავარაუდოდ მათ ოფისებს ან ხელმძღვანელი პირების საცხოვრებელ სახლებს მიაკითხავს. ელოდებიან გამოკითხვაზე გამოძახებასაც. ეს გზა უკვე გაიარა 5 საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომლებიც პროევროპული აქციების მხარდამჭერები იყვნენ და რომლებსაც ქართული ოცნების ხელისუფლება საბოტაჟის იდენტურ ბრალდებას უყენებს. ამ ფონდების დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ 5 თვის თავზეც კი უცნობია რა იპოვა პროკურატურამ კანონსაწინააღმდეგო. ნინი ბალანჩივაძე მუშაობს ამ თემაზე დღეს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნინი, რა განცხადებები კეთდება დაყადაღებულ ორგანიზაციებში მათი მოლოდინების შესახებ და ყადაღის პირობებში როგორ ახერხებენ ისინი მუშაობას? ნებისმიერი სცენარისთვის არიან მზად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენ ვესაუბრეთ იურისტებს და ისინი განმარტავენ, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში მაგალითად ჩვენ ვნახოთ პროკურატურაში გამოკითხვების სერია და ამის შემდგომ უკვე საქმე მივიდეს მათ დაპატიმრებამ და ვინაიდან ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში უმართავი არის სიტუაცია არაპროგნოზირებადი და შესაბამისად ნებისმიერი სცენარისთვის არიან მზად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათივე თქმით პროკურატურა გამოიგონა ეს ყველაფერი, როდესაც საქმე ეხება საბოტაჟში დადანაშაულებას, ამ მტრულ საქმიანობაში დადანაშაულებას, ეს მუხლები კი ითვალისწინებს საკმაოდ ბევრი წლით პატიმრობას, მაგალითად საბოტაჟის შემთხვევაში ეს არის 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება ითვალისწინებს 5-დან 17 წლამდე პატიმრობას, შესაბამისად, უბრალოდ 7-დან 15 წლამდე პატიმრობას, შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ყველანაირი სცენარისთვის მზად, ამბობენ იმას, რომ ბრძოლის გაჩერებას არ აპირებენ, იბრძოლებენ იქამდე, მათ შორის გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ დაიცვან მათი უფლებები, ვინაიდან მათ უკანონო არაფერი ჩაუდენიათ და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ან პირბადის შეძენა, ან იურიდიული დახმარების გაწევა მოქალაქისთვის, რომელსაც ეს ესაჭიროება კანონ დარღვევად. მესამე სექტორში განმარტავენ იმას, რომ ეს ყველაფერი მათ შორის უკავშირდება პერიოდს, როდესაც ევროკავშირის მიერ დაწესებული ვადა იწურება და ამის შემდგომ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პარტნიორებმა უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ისინი სწორედ ქვეყნის სუვერენიტეტის საბოტაჟირებაში ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ. ჩვენ რაც ვნახეთ განსაკუთრებით გასული თვეების განმავლობაში დაკავებულიყვნენ მაგალითად ოპოზიციური პარტიის ლიდერები, არაერთი აქტივისტი დღესაც ციხეში იმყოფება და სრულიად იქიდან გამოწვეული ბრალდებებით მოხდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ჩვენც ველით რომ შეიძლება ასეთი ზომები გამოყენებული იქნეს ჩვენ მიმართ. ის ბრალდებები, რაც ჩვენ იმ განცხადებაში ვიხილეთ, საკმაოდ მძიმეა, რა თქმა უნდა, სასამართლოებრივი დანაშაულის შემადგენლობა, რაც არის იქ მოცემული, საკმაოდ მძიმე მუხლები არის და ძალიან უნდა გაუჭირდეს ესეთ ამ მუხლების, ასე თქვათ, დამტკიცება, რომ ვინმე ეს დანაშაული ჩაიდინა, ხო, სრული სისულელია იქ რაც წერია, არავინ მსგავს ხმებებში არ ყოფილა ჩართული და არანაირი მტკიცებულებები ამის არსებობა არ არსებობს, ხო, ჩვენ ვნახეთ, რომ თავარი არგუმენტი არის, რომ ვიღაცამ რაღაცა ნიღაბი იყიდა საკუთარი თანამშრომლისთვის, რამდენიმე ათეული ცალი და შესაბამისად არანაირი დანაშაული იქ არ არსებობს. ჩვენ ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოებს წერთ შეკრებებისა და პროტესტის დროს ძალადობის მსხვერპლებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, მშრომელებისთვის ჭიათურაში და სხვა ადგილებში. ამიტომაც ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებას ექნება უმძიმესი გავლენა ჩვენს პრაქტიკულ ფუნქციონირებაზე. თუმცა ბუნებრივია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ მექანიზმებით საკუთარი თავის დაცვას და მთლიანობაში სამართლებრივ ბრძოლას სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად საქართველოში. ჩვენთვის არ არის შემთხვევითი, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად უკანონო თვითნებური გადაწყვეტილება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ქართულმა ოცნებამ მიიღო ვიზა ლიბერალიზაციის დედლაინამდე 4 დღით ადრე. ორგანიზაციებში არასამთავრობო ორგანიზაციებში განმარტავენ იმას, რომ ანგარიშების დაყადაღება, რა თქმა უნდა, იქნება მძიმე ორგანიზაციებისთვის, თუმცა ისინი ამ ეტაპზე მოხალისეობრივად განაგრძობენ მუშაობას და დაეხმარებიან უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ეს ესაჭიროება. პროკურატურის განცხადებას და ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებები, ჩვენი პარტნიორები ცალსახად თანხმდებიან იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის დევნა
და არ შეესაბამება სწორედ დემოკრატიულ პროცესებს, როდესაც ქართული ოცნების მთავარი მიზანი არის, რომ ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა ქვეყანაში, მათ შორის გავლენიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია გამოეხმაურა ამ გადაწყვეტილებას და განცხადებაში ნათქვამია ის, რომ შემასწუნებელი არის ეს განცხადება, ეს გზავნილები და ეს არის საშიში სიგნალი ყველა იმ ადამიანისთვის და უფლებადამცველისთვის, რომელიც საქართველოში მოქალაქეების უფლებებს იცავს. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე ვიწროვდება. ხელისუფლებამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები გაყინა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა საბოტაჟისთვის, ბრალდებით, რომ მათ მომიტინგეებისთვის დამცავი აღჭურვილობა დააფინანსეს. წინა საქმეებისაგან განსხვავებით, ამან შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების დაპატიმრებაც გამოიწვიოს. დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საბოტაჟის მომწყობლად მოხსენებით, ხელისუფლება ხელს უშლის მათ საქმიანობას და საშიშ გზავნილს უგზავნის სხვა პირებს, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავენ. ქართული ოცნების მთავრობის მიერ დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის. არც სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟია. კვლავაც ვდგავარ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გვერდით, რომლებიც ცდილობენ საქართველოს დემოკრატიის შენარჩუნებას. ქართული ოცნების ანტიამერიკული რეჟიმი მეტ რეპრესიებს ახორციელებს თავისუფალი ქართველების წინააღმდეგ. იმის გამო, რომ ისინი თავისი ქვეყნის კომუნისტური ჩინეთის მიერ ბოლომდე შთანთქვის აღკვეთას ცდილობენ. მეგობარი აქტი საჭიროა დაუყოვნებლივ. შვიდ ორგანიზაციას სოლიდარობას უცხადებენ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, განცხადება გაავრცელა 60-მდე ორგანიზაციამ და საუბარი არის იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი არის ის წესები შემოიტანოს საქართველოში, რომელიც არის რუსეთში და ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ სწორედ ოლიგარქიულ რეჟიმს სამიზნეში ყავს ყველა ის ადამიანი, რომელიც მის წინააღმდეგ და ქართული ოცნების წინააღმდეგ ნაბიჯებს და საუბრობს სიმართლეს. შესაბამისად, მესამე სექტორის წარმომადგენლები დგანან ერთად, ამბობენ იმას, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით, ვინაიდან დემოკრატიის პრინციპებთან საერთოდ კავშირში არ არის ის, როდესაც პროკურატურა ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მუშაობის საშუალებას აღარ აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში სწორედ სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდნენ მოქალაქეებს.